დევნილი სახელმუზეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზეწოლაში ადანაშაულებს, როგორც ამჟამად დუისში მცხოვრები მუზეები ყובה. გასული წლის შემოდგომაზე ისჯერ თელავის რაიონულ პოლიციაში დაიბარეს, შემდგომ თბილისში კონტრდაზვერის დეპარტამენტში გადმოიყვანეს და ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ სრულჩვენების მიცემა მოსთხოვეს. მუზეები ამბობს, რომ ამ ჩვენებაში მას სპეცოპერაციის ორგანიზატორებად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები უნდა დაესახელებინათ, სანაცვლოდ კი მას ნაღდი ფულით, ბინით და მანქანით უზრუნველყოფენ. თავაზობდნენ. Როგორც ჩეჩნეთიდან დევნილი ყובה შეთავაზებაზე მან უარი თქვა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან რამდენჯერმე დაემუქრნენ, ამის შემდეგ მუზეუმმა ინგლისში სასწავლებლად გამგზავრება გადაწყვიტა, თუმცა როგორც იგი თავად ამბობს, სპეცსამსახურებმა საქართველოს ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს. Давайте сотрудничать с нами. მეუბნებოდნენ, მოდი ჩვენთან დაითანამშრომლეო. მიკარნახეს რამდენიმე სახელი და გვარი: ამირიძე, ლორდ-კიფანიძე და მაისურაძე, რომლებიც მე როგორც მოწმეს, უნდა დამესახელებინა სპეცოპერაციის ორგანიზატორებად, მაგრამ მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არანაირი შეხება არ მაქვს ლაფანყურთან. არ ვიცი, ვინ იდგა ამ სპეცოპერაციის უკან და შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. თავიდან ამისთვის ძალიან დიდ ფულს, ოქროს მთებს მთავაზობდნენ. მაშინ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მუშაობდი და ხელფასის $2500 გაზრდა მაგრამ თხოვე, ჩემთვის თავი დაენებებინათ. მაშინ მითხრეს, თუ ასეა, მაშინ პრობლემებს შეგიქმნით. მითხრეს მოსკოვში რუსულ სპეცსამსახურებს გადაგცემთ და აქ ადგილობრივ ჩეჩნებს შორის ჭორს გაგივრცელებთ, რომ FSB-ს ჯაშუში ხარო. მე ისე უარი ვთქვი, მაგრამ ჩემს ოჯახს ისევე მუქრებიან. ახლა საქართველოდანაც არ მიშვებენ. ხვალ დილით 8 საათზე მაქვს ფრენა. ლონდონში ვაპირებ სასწავლებლად წასვლას და მინდა რომ თავი დამანებონ.